ოდესმე გქონიათ უცნაური შეგრძნება, რომ ინტერნეტი შეიცვალა. თითქოს ის აღარ არის ისეთი ხმაურიანი და ცოცხალი, როგორიც ძველად იყო. შედიხარ სოციალურ ქსელში, სკროლავ საათობით, მაგრამ თითქოს სიცარიელეში ხარ. ერთი და იგივე პოსტები, ერთი და იგივე აზრები, ერთი და იგივე სახეები. ოდესმე დაფიქრებულ ხართ, ვინ წერს ამ ათასობით კომენტარს, ვინ ქმნის ამ ტრენდებს. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს ტელეფონს მიღმა მეორე მხარეს ნამდვილი ადამიანი ზის. არსებობს ერთი საზარელი თეორია, რომელიც ამბობს, რომ პასუხი არის არა. თქვენ სრულიად მარტო ხართ. ამას მკვდარი ინტერნეტის თეორია ქვია. კონსპირაცია ან შესაძლოა სასტიკი სიმართლე, რომელიც ამტკიცებს, რომ ინტერნეტი, როგორც ადამიანური კავშირის ადგილი, სადღაც 2016 ან 2017 წელს გარდაიცვალა. ის, რასაც ჩვენ დღეს ინტერნეტს ვეძახით, უბრალოდ ძველი ქსელის აჩრდილია. თეორიის მიხედვით, დღეს ინტერნეტის ტრაფიკის უდიდესი ნაწილი, ექსპერტების აზრით, 60%-ით მეტი, ეკუთვნის არა ადამიანებს, არამედ ბოტებს, ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც თავად ქმნის კონტენტს, თავად ალაიქებს და თავადვე წერს კომენტარებს. დააკვირდით კომენტარებს პოპულარული პოსტების ქვეშ. Great video. Wow, amazing. ხედავთ, როგორი სტერილურია. ეს დიალოგი არ არის, ეს არის ალგორითმების საუბარი ერთმანეთთან. მაგრამ უფრო ღრმად ჩაიხედეთ. შეხედეთ ვიზუალს. ბოლო დროს ინტერნეტი გაივსო უცნაური სურათებით. ადამიანები 6 თითით, სახეები, რომლებიც თითქოს ნდება, ტექსტები, რომლებსაც ვერ კითხულობთ. ადრე ჩვენ ამაზე ვიცინოდით, გლიჩებს ვეძახდით, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ნიშანი, რომ სიმულაცია იბზარება. სისტემა ვეღარ ასწრებს რეალობის სრულყოფილად დახატვას. ის გვაწდის იაფფასიან კოპიოს, რადგან მთავარი ხარისხი აღარ არის. მთავარია თქვენი ყურადღების მიჯაჭვება. სისტემა შექმნილია ერთი მიზნით, თქვენი დროის მოპარვა. ალგორითმა ისწავლა, რა გაბრაზებთ, რა გაცინებთ და გთავაზობთ ზუსტად იმას, რაც გინდათ რომ ნახოთ. თქვენ აღარ იღებთ ახალ ინფორმაციას. თქვენ ხართ ექოს ოთახში, სადაც საკუთარი აზრების ანარეკლს უყურებთ, რომელსაც მანქანა გიბრუნებთ უკან. ეს აღარ არის გლობალური ქსელი, ეს არის ციფრული იზოლატორი. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. ჩვენ კვებავთ მონაცემთა ბაზებს. თითოეული თქვენი კლიკი ასწავლის ხელოვნურ ინტელექტს, როგორ გახდეს უფრო ადამიანური. ისინი სწავლობენ ჩვენს ემოციებს, ჩვენს ტკივილს. დადგება დღე, როცა ვერავინ გაარჩევს, ვინ არის რეალური და ვინ კოდი. იქნებ ეს ვიდეოც ბოტმა შექმნა. იქნებ მეც არ ვარსებობ. ინტერნეტი მკვდარია. ის დარჩა მოგონებებში. ერთადერთი გზა, რომ დარწმუნდეს შენს არსებობაში, გათიშვა.